ძალიან კარგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-6 გაკვეთილზე. არ ამჯერა რომ უკვე ბოლო გაკვეთილს ვატარებთ, მინდა გავაგრძელო. ალბათ თქვენც. ძალიან კარგი, მინდა ერთი საოცარი მუხლით დავიწყოთ. ჩვენ ვისაუბრეთ მორწმუნეთა, რომელ ორ სფეროში გავსამართლებითო? პირველი, ცეთა სამეფოს მშენებლობაში ჩართულობისათვის და მეორე, ჩვენი პირადი ცხოვრების შენებისათვის. ნება მივოძეთ ამის მაგალითი მოგიყვანოთ. ეს საოცარია. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან. გიყვართ გუნდური მუშაობა? ძალიან მიხარია. როცა მსახურება პირველად დავიწყე 30 წლის წინ, არ გქონდა გუნდური მუშაობის კონცეფცია. დღეს ეს გვაქვს და მომწონს გუნდის ნაწილად ყოფნა. მომწონს Messenger International-ის გუნდი. მიყვარს Messenger International-ის ყველა პარტნიორის ყველა გუნდი, ლოცვის პარტნიორები, ფინანსური პარტნიორები. როგორც ამ მუხლში ვკითხულობთ, დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული მათგანი თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს. ეს გასაოცარი განაცხადი გახლავთ ღვთის სიტყვაში. შეგიძლიათ თქვათ ამინ. როგორ შრომობთ? თუ რომელთა მე-12 თავის მე-6 მუხლს გადახედავთ, ის ამბობს და გვაქვს ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი. ძალიან მომწონს ეს ადგილი. ყველა ჩვენგანს განსხვავებული ნიჭი აქვს. ეს განსხვავებული ნიჭები ღვთის მიერ ჩვენში ჩადებული მოწოდების შესრულებაში გვეხმარება, რითაც მის შეკვეთილ სახლს ვაშენებთ. იცით, ამ სახლის შენების პრივილეგია რომ გვაქვს. მახსოვს როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები, კონტრაქტორები. იცით რას გეტყვით, გაოცებული ვიყავი, როცა ხის ხელოსნები მოვიდნენ, დაიწყეს კიბის საფეხურების კეთება და ხეზე მუშაობის ოსტატობა გამოავლინეს. მე ვთქვი, მაგარია. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს სულიწმინდით. ღმერთმა სხვადასხვა უნარები მოგცა, რომ შევძლოთ მისი შეკვეთილი სახლის შენება, თუ დავრჩებით ამ ნიჭში. იცით ვინ არის ყველაზე საცოდავი ადამიანი დედამიწის ზურგზე? ეს უნდა ვთქვა. ეკლესიაში ყველაზე საცოდავი ადამიანია ის, ვინც სხვისი ნიჭის გამოყენებას ცდილობს. ეკლესიაში ყველაზე ბედნიერი ის ადამიანია, ვინც საკუთარი ნიჭით მსახურობს ან მსახურობენ ადამიანები. გასაგებია? ამრიგად, გვაქვს ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი. აქ საკვანძო სიტყვებია მადლი და ნიჭები. სიტყვა მადლი, როგორც იცით, არის ხარის. ეკლესიების უმრავლესობა მადლს ცოდვების მიტევების საშუალებად მიიჩნევს, უსასყიდლო საჩუქრად და მასში გადარჩენა მოიაზრება. ეს 100%-ით სწორია. ხარის ასევე ნიშნავს ღვთიურ გაძლიერებას ჩვენს ცხოვრებაში, რაც იმის კეთების საშუალებას გვაძლევს, რასაც საკუთარი ძალებით ვერ შევძლებდით. გახსოვდეთ, პავლემ თქვა, მათზე ყველაზე მეც ვშრომობდი, თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლი. იგი ამბობდა, რომ მადლმა გაცილებით მეტის კეთების ძალა მისცა და სხვა მოციქულებზე მეტი ნაყოფი გამოიღო. ამრიგად, მეორე სიტყვა გახლავთ ნიჭი. თუ მის ბერძნულ შესატყვის დააკვირდებით და დაუმატებთ ასოებს მ და s, რას მიიღებთ? ხარიზმა. ეს არის მადლის აღმნიშვნელი განსაკუთრებული სიტყვა, რომელიც ღმერთმა ჩვენი ცხოვრებისათვის გაითვალისწინა იმ საქმის საკეთებლად, რისთვისაც შექმნა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ხარიზმა წერის ნიჭი გახლავთ. გულწრფელად რომ ვაღიაროთ, დიდი მწერალი არ ვიყავი, სანამ ღმერთი არ დამელაპარაკა. რამდენმა თქვენგანმა იცის, რომ მას მადლის სიტყვა ჰქვია. გაიხსენეთ პავლეს ნათქვამი, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას. როცა ღმერთი დამელაპარაკა 1991 წელს და მითხრა, შვილო, მინდა წიგნი დაწერო, ინგლისური ენა მაღალ კლასებში ჩემთვის ყველაზე საძაგელი საგანი იყო. განსაკუთრებით თავისუფალი თემის წერა მეჯავრებოდა. ყოველთვის დაბალი ქულები მქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ ტესტში ჩემზე დაბალი ქულის მქონე ერთადერთი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში და ღმერთმა მე დამავალა წიგნის დაწერა. ამრიგად ამ სიტყვას აქვს ხარიზმა, რაც მე ამის კეთების უნარს მანიჭებს. ახლა 19 წიგნის დაწერის და მათი თითქმის 10 მილიონამდე ეგზემპლარის 73 ენაზე გავრცელების შემდეგ შემიძლია გულწრფელად ვაღიარო, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ღვთის მადლი, რომელმაც წერა შემაძლებინა. გეტყვით, რომ ერთი ნიჭი ნამდვილად არ მაქვს, სიმღერის ნიჭი. როცა კი სიმღერას ვიწყებ, ჩემი ოჯახის წევრები ყვირიან, ღრიალებენ და რაღაც საგნებს მესვრიან. ჩემი ვაჟი იცინის, არსებობს კიდევ ცეკვის ნიჭი, მთელი ოჯახი იცინის, როცა ცეკვას ვცდილობ. ისინი ამბობენ, შენ რითმის გრძნობა საერთოდ არ გვაქვს, ეს ის ხარიზმა არ არის, რომელიც მომეცა. ამრიგად, გვაქვს ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი. ნიჭი რისთვის, რომ გამოვიყენოთ შეკვეთილი სახლის საშენებლად. თუ გადახედავთ 1 პეტრეს 4 საათს, ნახავთ შემდეგ სიტყვებს, თითოეული იმ ნიჭით ვემსახუროთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ. აქ არ არის ლაპარაკი ყოველ მწყემსზე, ყოველ მსახურზე ან ყოველ მოციქულზე, არამედ ყოველ ჩვენგანზე. თუ ზეციდან შობილი ხართ და სულიწმინდის სავსე, თქვენ გაქვთ ერთი ან რამდენიმე ნიჭი თქვენი ცხოვრებისათვის. ეს გახლავთ ღვთის უნარი იმ საქმეში, რის გაკეთებაც საკუთარი ძალით არ შეგიძლიათ. ეს თქვენ მისი საუკუნო სახლის მშენებლობის ძალას გაძლევთ. ალელუია. ძალიან კარგი, ემსახურეთ ერთმანეთს. ნუ გადამალავთ ნიჭებს, ღმერთს არ მოსწონს, როცა ნიჭი უქმად გიდევთ. კარგი, ის რაც ხელს გიშლით ნიჭის გამოყენებაში შეში გახლავთ. ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც შეეფერება კარგ მნეს. ეს კიდევ ერთი საკვანძო სიტყვაა. მნე ის ადამიანია, ვინც სხვა პიროვნების ქონებას განკარგავს. თქვენს ცხოვრებაში არსებული ღვთის ნიჭი მას ეკუთვნის. თუმცა მანამ უნარის მნეობა დაგავალათ. დაუშვათ მე მოგანდეთ ჩემი მექანიკური ხერხი. ეს ჩემი ხერხია.
დაგითხარით, წასული ვიქნები 6 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხერხი ჩემს არყოფნაში როგორც გინდათ. შესაძლოა თქვენ გადაწყვიტოთ ჩემს ეზოში მოსვლა და გადაჭრათ ყველა ხე და დაამსგავსოთ. მოკლედ ყველგან ეს კუნძებია და ჩემი ეზო საშინლად გამოიყურება. დამიჯერეთ პასუხს მოგთხოვთ. ან თქვენ შეგიძლიათ თქვათ, ვაპირებ ხეების გასხვლას და ყველა იმ უნაყოფო ტოტის მოჭრას. როცა სახლში დავბრუნდები, ვიტყვი, ოჰო, ხაზგასმა მინდა. მართალია ხერხი ჩემი იყო, მაგრამ თქვენ მისი გამოყენება შეგეძლოთ თქვენი შეხედულებისამებრ. მინდა რაღაც დაგანახოთ. არიან ადამიანები, რომელთაც კომუნიკაციის, სიმღერის ნიჭი მიეცათ. ეს ადამიანები მოწოდებულები იყვნენ, რომ ღვთის თანდასწრებაში შეეყვანათ მილიონობით ადამიანი. თუმცა მათ ნიჭი ჰოლივუდისთვის, ჩამწერის სტუდიებისთვის, საკუთარი დიდებისთვის გამოიყენეს, რაც დაიწვება. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ირჩევთ რა გზით გამოიყენებთ მიღებულ ნიჭს. სათასამეფოს ააშენებთ თუ საკუთარ ცხოვრებას. მარადიულობისათვის ააგებთ თუ დროებითისთვის. ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს. მრავალგვარი აქ მრავალი ასპექტის მქონეს ნიშნავს. ეკლესიაში უამრავი განსხვავებული ნიჭია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემი მოგზაურობისას უდიდესი კურთხევა სწორედ ამ მრავალფეროვნების ხილვაა ადამიანთა ცხოვრებაში. ეს მართლაც საოცარია. როცა ნამდვილად გააცნობიერებთ მასშტაბებს და მთლიან სურათს დაინახავთ, მოწიწება შეგიპყრობთ იმის დანახვაზე თუ რა მისცა ღმერთმა მის ერს. იცით, მახსოვს როცა პირველად ვიქადაგე, მას შემდეგ რაც მე და ლიზა დავქორწინდით. ლიზა პირველ რიგში იჯდა. იცით, რომ ქადაგების პირველი 5 წუთის შემდეგ მას ჩაეძინა. ლიზას გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი იჯდა. მას ისე ღრმად ჩაეძინა, რომ დავინახეთ უჩის კუთხიდან დორბლი როგორ ჩამოუვიდა. მაშ რისი თქმა მინდა? მე არ მქონდა ქადაგების ნიჭი, მაგრამ ღმერთმა მითხრა, მინდა რომ ახალგაზრდების პასტორი იყო ორლანდოში, ფლორიდა შტატში. მახსოვს პირველი გამოსვლა, მთელი ხალხი გადაერია. ჩემი ცოლი იჯდა და იმეორებდა, არ შეგვარცხვინო, გთხოვ, არ შეგვარცხვინო. მე ავდექი და ყველა იქ მყოფი ყვიროდა და ღრიალებდა. შემდეგ მიკროფონი პასტორს გადავეცი, წავედი და აკანკალებული ლიზას გვერდით დავჯექი. მან ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ვინ დაიპყრო ჩემი მეუღლის სხეული? ნიჭი მოვიდა და მომცა იმის კეთების უნარი, რისთვისაც მოწოდებული ვიყავი. ხედავთ? ახლა მინდა 1 კორინთელთა 4:2-ს გადახედოთ. მნეთაგან კი მოითხოვენ. ნახეთ, რას მოითხოვენ მნეებისაგან. მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს. განა ეს საოცარი არ არის? ღმერთი ამობს, ნიჭები მოგეცათ და მხოლოდ ერთი მოთხოვნა მაქვს. იყავით ერთგულები, ყველამ თქვას ერთგულები. ეს სხვა ლიდერთა გუნდებთანაც გამიკეთებია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ აქ მხოლოდ სიტყვა ერთგულებას გამოვიყენებ. მე ვთქვი, ძალიან კარგი, სიტყვა ერთგულების განსაზღვრება მითხარით. და დრო რომ დავზოგოთ, გეტყვით, რომ აქ ჩემი გუნდის წევრები ზიან, რომლებიც პასუხები იციან? აი პასუხების დიდი უმრავლესობა, რომელიც მივიღე. სიმტკიცე, სანდოობა, ლოიალობა, მიძღვნა და ასე შემდეგ. ესენი იყო პასუხების უმეტესობა, რომლებიც ლიდერთა გუნდებიდან მივიღე მთელი ამერიკის მასშტაბით, როცა მათ ვასწავლიდი. თუმცა არსებობს სიტყვა ერთგულების ერთი განსაზღვრება, რომელიც მე არასოდეს არავისგან მსმენია და ეს გამრავლება გახლავთ. ნება მიმბოძეთ გაგახსენოთ ტალანტებისა და მინების იგავი. გახსოვთ? იყო ერთი კაცი, რომელმაც თავის მინეებს 5, 2 და 1 ტალანტი დაურიგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გახლავთ ფულის ერთეული, არამედ ნიჭები, ხარიზმა. იგი მოგზაურობაში გაემართა და უკან დაბრუნდა. გახსოვთ რა გააკეთა 5 ტალანტის მიმღებმა? წავიდა საშრომად და გაამრავლა იგი. როცა ბატონი უკან დაბრუნდა, მან 10 ტალანტი მიიღო. 2 ტალანტის მიმღებმაც გაამრავლა მისთვის მიცემული. მან უკან მიიღო 4 ტალანტი. იცით, რომ ამ ორი ადამიანის საზღაური ერთნაირი იყო? კარგი, კეთილო და ერთგულო მონაო, მცირედზე ერთგული იყავი. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ერთგულების მხოლოდ ერთ ასპექტს გამოყოფს. სხვა მიგავში არაფერი წერია. მას არ უხსენებია სანდო საიმედო, მან თქვა, რომ მონამ მიღებული გაამრავლა. მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. ეს სიტყვები შეეხებოდა ორივე მონას, 5-დან 10 ტალანტის მიმღებსაც და 2-დან 4 ტალანტის მიმღებსაც. მესამემ მიღებული ტალანტი დამალა და თქვა, შემეშინდაო. და ბატონი მასთან მივიდა და პასუხად მიიღო, შემეშინდა. შიში ხელსგიშლით მიღებული ტალანტის გამოყენებაში. ასე არ არის? მე შემრცხვა, შემეშინდა. მან ვერ ამოიცნო მისი ბატონის ბუნება. მან თქვა, სასტიკი კაცი ხარ. იცით, ღმერთი სასტიკი არ არის. თქვენ რა მართლა ასე გგონიათ? ის ხომ ჩვენი მამაა. ის სულ გვამხნევებს, მიდი გააგრძელე. მე შენსკენ ვარ, მე შენს წინააღმდეგ არ ვარ, მე შენსკენ ვარ. ყველაფერი დიდებულად იქნება. ის ყველაზე ოპტიმისტი პიროვნებაა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემთან ხართ? ამრიგად ის უყურებს ამ მონას და ამბობს, ბოროტო და ზარმაცო მონა. და შემდეგ ასე ამბობს, წაართვით მას ტალანტი და მიეცით 10-ის მქონეს. ხედავთ, 5 ტალანტის მიმღებმა 10-მდე გაამრავლა და საბოლოოდ 11 მიიღო, მაგრამ მესამე მონა ყველაფრის გარეშე დარჩა. ერთხელ ლოცულობდი და ღმერთმა მითხრა, შეამჩნიე თუ არა, რომ სოციალისტური აზროვნება არ მაქვს, მე უფრო კაპიტალისტური აზროვნება მაქვს. სოციალისტი ღმერთი თითოეულ მონას 3 ტალანტს მისცემდა.
აქედან 2 ერთგული 6 ტალანტს გამოიმუშავებდა, ხოლო ზარმაც მონას 3 ტალანტი დარჩებოდა. შემდეგ სოციალისტი ღმერთი 6 ტალანტის მქონეებს თითოს გამოართმევდა და 5-ს დაუტოვებდა, ხოლო მესამეს მისცემდა 2-ს და ყველას თანაბრად ექნებოდა. ღმერთი სოციალისტი არ არის. იგი კაპიტალისტურად აზროვნებს. კარგი ქადაგებაა, ჯონ, ამინ? რომელია პირველი მცნება, რომელიც მან მოგცა? იმრავლეთ და ინაყოფიერეთ, მას არ უგულისხმია ბავშვები გააჩინეთ, მას ამის თქმა სურდა, ყველაფერი, რასაც მოგცემთ, უკან დამიბრუნეთ გამრავლებული. ჩემი სახლი აშენეთ. მიხვდით? მე კი წაგიძღვებით და გიხელმძღვანელებთ ამ პროცესში. ამრიგად როგორ უნდა ვამრავლოთ? გამრავლების ერთ-ერთი გზა გაცემა გახლავთ და იცით, ეს არ არის უმთავრესი, არამედ ეს არის ერთ-ერთი ხერხი. გაცემა, ყველა მთვას გაცემა. მინდა მოისმინოთ რა თქვა იესომ. იესომ თქვა: გამოიყენეთ თქვენი ადამიანური რესურსები, რომ სხვები ასარგებლოთ და მეგობრები შეიძინოთ. როცა ამ ქვეყნიურ ქონებას დაკარგავთ და ეს ის დროა, როცა დედამიწიდან წახვალთ, თქვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყნიური რესურსებით შეიძინეთ, მარადიულ სამყოფელში მიგიღებენ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, გამოიყენე ქვეყნიური რესურსები და გარდაქმნით სათა სამეფოს მიზნებად. იმიტომ რომ, როცა ქვეყნიურ რესურსებს აიღებ და სამეფო მიზნებად გარდაქმნი, ისინი საუკუნოდ დარჩება. რადგან გადახედეთ 2 კორინთელთა 9:9-ს, იქ შემდეგ აზრს დაინახავთ, გაფლანგა ღარიბებს დაურიგა. გაეცი შენი რესურსები სასუფევლისათვის. ღარიბებს დაურიგე. და აქ უნდა გახსოვდეთ, რომ არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსურად ღარიბი. ღარიბები არიან ღვთისმაძიებლები, მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ფინანსების სასუფევლის საჭიროებისათვის გარდაქმნით და სხვათათვის სარგებლის მოტანით საუკუნო საქმეს აკეთებთ. გადახედეთ ტიპიურ მოხელეს, ასეთები დაძაბულები მუშაობენ, შეულებენ ფულს, ისინი ამობენ, ამ ყველაფერს შევინახავ და ჩემი შვილიშვილები ისარგებლებენ. ჩემი ცოლის ნახავ სარგებელს. იცით, ერთი ნამდვილი ამბავი ვიცი. ყველასთვის ცნობილია, რომ გოლფის თამაში მიყვარს. ეს ასია. ამრიგად, ერთმა ჩემმა პარტნიორმა იცოდა, რომ Dream Center-ში უნდა მექადაგა და მითხრა: ჯონ, რივიერასთან ახლოს იქნები, არ გინდა ვითამაშოთ? მე უთხარი, ღმერთო, რა თქმა უნდა. ამრიგად, წავედი და რივიერაზე ვითამაშე. დიდებული დღე იყო. არ გეტყვით რა ანგარიში დავასრულეთ თამაში და სხვა ამგვარი, მაგრამ 4 ფოსოს შემდეგ 3-ით წინ ვიყავი და 70-ით დავასრულე. გოლფის თამაში თუ იცით, მიხვდებით რაც მოხდა. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, უკან ბრუნდებოდით სასტუმროში და მან მითხრა: ჯონ, შეიძლება რაღაც კითხო? იცი, ახლახანს 50 შემისრულდა. ვირივით ვმუშაობდი. ჩემი ბიზნესი 9 მილიონამდე გავზარდე. ცოლი უზრუნველყოფილია, შვილები უზრუნველყოფილები არიან. რატომ უნდა მოვიკლა თავი და ჩემი ბიზნესი 35 მილიონამდე გავზარდო? მე ვუთხარი, კარგი კითხვა, მაგრამ ნება მიბოძე ასე გიპასუხო. დავუშვათ გითხარი, საკმარისად დავწერე წიგნები, ჩემი ცოლშვილი უზრუნველყოფილია, 50-ს გადავაბიჯე. რაღაცომ უნდა მოვიკლა თავი და დავწერო კიდევ წიგნები, ან თვითფრენავით ვიმოგზავრო და კიდევ ვინმეს ვუქადაგო. შემომხედა და მითხრა, ეს საშინელებაა. შენს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი, როცა იესოს წინაშე დადგები. მე ვუთხარი, შენ ზუსტად იგივე თქვი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შენს მოწოდებასთან კავშირი დაკარგე. ჩემს მოწოდებას პირდაპირ მოწოდებად აღიქვამ. შენსაც კი ვერ ხედავ. ვერ გაგიცნობიერებია, რომ ღმერთმა საბაზრო სექტორში იმიტომ კი არ დაგაყენა, რომ ნათელი და კაშკაშა ვარსკვლავი იყო, არამედ იმიტომ, რომ მოიპოვო რესურსები და სახარება ყველგან გავავრცელოთ. მან წამოიძახა, ვაუ! ამ ადამიანს 6 თვის შემდეგ დაურეკე, მას სკოტი ჰქვია. მე ვუთხარი, სკოტ, როგორ მიდის საქმეები? მან მიპასუხა, ბოლო 6 თვის განმავლობაში შეწუხებული ვფიქრობდი შენს ნათქვამზე. მე ვუთხარი, რას აპირებ? მიპასუხა, ვირივით უნდა ვიშრომო, რომ ჩემი ბიზნესი 35 მილიონამდე გავზარდო, რადგან მინდა მეტი გავიღო სასუფევლისათვის. ისიც თითოეული თქვენგანი მოწოდებულია ღვთისშეკვეთილი სახლის შენებისათვის. გაცემის კიდევ ერთი გზა, რომელზეც ამ წიგნში ვილაპარაკე, გახლავთ პარტნიორობა და მას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. იცით, პავლე ამბობს, რომ მსახურებისათვის თანხის გაცემით პარტნიორი ხდებით. Messenger International-ის ყველა პარტნიორს, რომელსაც რაიმე გაუღია ჩვენს დასახმარებლად, მთელ მსოფლიოში სულების სათასამეფოსათვის მოპოვების საქმეში, თავის წილს მიიღებს. საიდან ვიციას? დავითის ნათქვამიდან. რა წილიც ნაუმარკად სუდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ. თქვენი დახმარებით გუნდის ნაწილი ხდებით. ზოგიერთი თქვენგანი ჩვენი ფინანსური პარტნიორები იყავით წლების განმავლობაში. თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით მიიღებთ თქვენს წილ ჯილდოს ყველა იმ სულისათვის, რომლებიც მედალის მოიპოვეთ, ან Messenger International-ის მსახურებით მიიღეს ხსნა. ეს ვრცელი თემაა, ამის შესახებ წიგნში უფრო მეც წაიკითხავთ. გამრავლების მეორე გზა მსახურება გახლავთ. ყველა მთვას მსახურება. იცით, ეკლესიაში ჩემი საბჭოს ერთ-ერთი წევრი მმართველი ჰაკები გახლავთ. თავის ეკლესიაში, სადაც მსახურობს. გითხარით, რომ მმართველი ჰაკები პარკინგზე მუშაობს? გაიგონეთ რა გითხარით? იგი პარკინგზე მოძრაობას აწესრიგებს, რადგან აცნობიერებს, რომ მე მსახურებისთვის ვარ მოწოდებული. როცა პირველად დავიწყე ეკლესიაში სიარული, იგი კაფეტერიაში მუშაობდა.
ამრიგად იგი კაფეტერიიდან პარკინგზე გადმოვიდა. არასწორად არ გამიგოთ, იგი მოწოდებულია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში მოღვაწეობისათვის. და მაინც ის აცნობიერებს, რომ მეც მოწოდებული ვარ ჩემს ადგილობრივ ეკლესიაში მსახურებისათვის. მეც მავალია მსახურება. ამრიგად ის მართლაც სინათლეა მთელი ერისათვის, მაგრამ ხვდება რამდენად მნიშვნელოვანია მსახურება. ხედავთ ყველაფერს? თქვენ ან რომელიმე თქვენი ნაცნობთაგან ლაპარაკობთ სხვა ენაზე გარდა ინგლისურისა და გსურთ ჯონ დალიზა ბევირების სწავლებების მოსმენა. ეწვიეთ ვებგვერდს cloudlibrary.org, უფასო ვებგვერდი ჩამოსაწერი რესურსებით. აირჩიეთ სასურველი ენა. აირჩიეთ რესურსი ფართო ბიბლიოთეკიდან. ელექტრონული წიგნები, ვიდეოები, აუდიო წიგნები და სწავლებები, სატელევიზიო გადაცემები, ბიბლიები და სხვა. ისწავლე მეტი. cloudlibrary.org. ხედავთ ამას. იცით, სრულიად დარწმუნებული ვარ და ამაზე ადრეც მithქვამს, რომ სიტყვის მსახურების მიღმა მომსახურე ხალხიც დაჯილდოვდება ყველა იმ სულისათვის, რომელიც ქადაგების მეშვეობით იქნება მოპოვებული. არასოდეს დამავიწყდება ერთი დიდი მსახური. იგი ორალ რობერტსთან ერთად მსახურობდა მაშინ, როდესაც ორალ რობერტსი დიდ შეკრებებს აწყობდა. ისე მოხდა, რომ ეს ადამიანი გუნდში თავის მოვალეობას ასრულებდა. და ერთ საღამოს ის ფარდის უკან იდგა და ასეთი აზრი მოუვიდა. ამის გაკეთება მეც შემიძლია. შემიძლია ავდგე და ხალხს უკადაგო და სული წმინდა დაელაპარაკა და ასე უთხრა: ახლა თუ გახვალ და ამ ხალხს უკადაგებ, ვერავითარ ჯილდოს ვერ მიიღებ გადარჩენილი ადამიანებისათვის. მან თქვა: თუ იმას გააკეთებ, რაც დაგავალე, აქ იდგები და შეასრულებ იმას, რასაც გუნდში აკეთებდი, ყოველი პიროვნება, რომელიც ამ საღამოს გადარჩენას მიიღებს, შენს ჩაგეთვლება მარადიულ ჯილდოთ. ხდებით? მსახურის გული მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ეკლესიისათვის. თუ პეტრეს საქმიანობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის სულ ქადაგებს. საქმეთა წიგნის პირველ 5 თავში მოციქულები ასრულებენ მთელ სამუშაოს. შემდეგ იცით რა ხდება? მორწმუნეები იწყებენ გაცნობიერებას. ჩვენ შეგვეძლია ქადაგება, რადგან ნათქვამია, დაუცხრომლად ასწავლიდნენ სახლებში. როგორც კი მოვდევნო მე-6 თავზე გადადიხართ, მაშინვე ხედავთ, რომ ქრივების მომსახურებისათვის მოწაფეები გამოყვეს. ერთ-ერთი მათგანი ფილიპე გახლდათ, ხოლო მეორე სტეფანე. და იცით რას ამბობს ბიბლია? ილოცეს და ხელები დაასხეს მათ ქრივების მოსამსახურებლად. ამის შემდეგ, როგორც მოციქულმა თქვა, ჩვენ კი ლოცვისა და სიტყვის მსახურებას მიუძღვნათ თავი. და ბიბლია ამბობს, ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა. ნება მიბოძეთ რაღაც გითხრათ. ყოველივე 10,000 ადამიანი რომ მომყავდეს უფალთან და ამას გამუდმებით ვაკეთებდე, დედამიწის მკვიდრთა მოსაპოვებლად 50,000 წელი დამჭირდებოდა და ეს იმ შემთხვევაში თუ ამ ხნის განმავლობაში არავინ დაიბადებოდა და არავინ მოკვდებოდა. მაგრამ თუ თქვენ 2 ადამიანი გყავთ და ამ ორს 4 მოჰყავს და ამ 4-ს სხვა 8 მოჰყავს, 3,5 წლის განმავლობაში მთელს დედამიწას უქადაგებენ. პირველ მაგალითს მიმატება ჰქვია. მეორეს კი დიდად გამრავლება. აი რა ხდება მაშინ, როცა ყველა ჩვენი მსახურების ადგილას ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, ღმერთმა ეს მონაკვეთი გამიზნულად ჩასვა საქმეთა წიგნში, რომ დაგვენახა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია მსახურებაში. თქვენ ვერავინ გხედავთ, ფაქტობრივად ბიბლია ამასაც ამბობს, არამედ სხეულის სასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი არიან, უფრო მეტად საჭირონი არიან. რატომ ვანიჭებთ უპირატესობას კათედრაზე დგომას? ეს ხილული ნაწილია. ვერაცნობიერებთ უფლის ნათქვამს, რომ უფრო მეტი პატივის ღირსი და ფასეული ის სასოები არიან, რომლებიც ნაკლებად ჩანან. ამრიგად, ჩვენ გონების განახლება გვჭირდება ამ საკითხში. გამრავლების მესამე გზა ლოცვა გახლავთ. ჩვენ ლოცვითი პარტნიორები გვყავს Messenger International-ში. ნება მიბოძეთ რაღაც გითხრათ. ეს ჩემთვის ძალზე ძვირფასია. როცა გუნცხვდები და ვეუბნები წასვლას ვაპირებ და მინდა რომ ჩემთვის ვილოცოთ, ვერ წარმოიდგენთ იმ კომფორტს და სიმშვიდეს, რომელიც მე მეუფლება, რადგან ამ ადამიანებმა, ჩვენი გუნდის წევრებმა იციან როგორ უნდა ლოცვა. მომწონს, როცა ვინმე მოდის ჩემთან და მეუბნება, ყოველდღე ვლოცულობდი თქვენთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ამას ზედაპირულად უდგებიან, თუმცა სხვა შემთხვევებიც არის, როცა მე მათ ვეუბნები, მჯერა თქვენი, ისინი ჩემი უძვირფასესი და გასაფრთხილებელი ადამიანები არიან. რადგან მინდა რაღაც გითხრათ, შესაძლოა მსოფლიოში არსებული მთელი ფინანსები თქვენი იყოს, მაგრამ თუ მლოცველები არ გყავთ, ყველაფერი ამაოა. დრო იწურება, ამიტომ ბოლო საკითხი, რაზეც მინდა გელაპარაკოთ, პირადი ცხოვრების შენება გახლავთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი საკუთარი ცხოვრებაა. იზრდებით უფალში. თუ თქვენ ვინმესთან ახლო ურთიერთობაში ხართ და ეს ვინმე თქვენზე ბრძენია, მაშინ იზრდებით. ასევე, როცა ღმერთთან ერთად დადიხართ, თქვენ იზრდებით. უფრო მოწიფულები ხდებით, გონიერება გემატებათ. ფიქრობ, დავითი ამის კარგი მაგალითია. წარმოიდგინეთ დავითი, რომელიც გამოქვაბულსა და უდაბურ ადგილებში ცხოვრობს. ბოლოს ღმერთს მასთან ადამიანები მიყავს, მაგრამ ყველა მათგანი სულ გამწარებული, ვალში მყოფი და შევიწროებული იყო. და აი ასეთი ხალხი გაუგზავნა ღმერთმა დავითს. თუმცა იცით საოცარი რა არის? მან სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა ამ ადამიანებზე.
მათ ვერ მოაქციეს დავითი თავიანთი გავლენის ქვეშ და იმ მთელ თაობაში უმაგრეს კაცებად ჩამოყალიბდნენ ბრძენი ადამიანის გვერდით. წარმოგიდგენიათ რა ხდება ადამიანთა ცხოვრებაში, როცა ჩვენ იესოსთან ერთად დავდივართ, როცა სული წმინდასთან ერთად დავდივართ. უფრო ბრძენები ვხდებით. თუ ადამიანი მართლა დადის იესოსთან ერთად, ამას ყოველთვის შეამჩნევთ მასში მეტი ღვთისმოსაობით, მეტი თამდაბლობით, მეტი ხედვის ქონით, მეტი მოშურნეობით. მათ დაკარგეს ადრინდელი ცეცხლი, თუ მათ ცეცხლი დაკარგეს, ესე იგი იესოსთან ერთად აღარ დადიან. ეს სიარული ყოველდღიურია. თქვენ დრო უნდა გამოყოთ მასთან მოზიარეობისათვის. ეს თქვენზე. მაგრამ რა სიტყვით სხვა ადამიანებზე თქვენი გავლენის სფეროდან? ჩვენ ჯილდოს მივიღებთ ან დავზარალდებით იმის გამო, თუ რაზე გავლენას ვახდენთ ადამიანებზე. ეს არა მარტო ჩვენს მსახურებიდან, არამედ პიროვნული ღვთისმოსაობიდანაც მომდინარეობს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორ ვცხოვრობდით და სხვებს როგორ ვექცეოდით. ადამიანებისადმი ჩვენს მოპყრობას მათზე ჩვენი შეხედულება განაპირობებს. აქედან გამომდინარე ჩვენ მათ ვაშენებთ ან ვანგრევთ. თუ ადამიანები ჩვენზე დაბლა მდგომარებად მივიჩნიეთ, შესაბამისადაც მოვექცევით. მათ საჭიროებას ზედაპირულად მოვეკიდებით და დამცირებით მივმართავთ. ხოლო თუ პიროვნებას ვაფასებთ მათი ცხოვრების აშენებას და გაძლიერებას შევეცდებით, თანაგრძნობით სავსე გულიდან გამომდინარე. თუ ადამიანებს რაიმე წყაროთ მივიჩნევთ, მათ გამოვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი სურვილები, საჭიროებები და ოცნებები მათ ფასეულობებზე მაღლა გვიყენია. თუ პიროვნებას ღვთის ხატად ვთვლით, მაშინ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მშვენიერია. ამ შემთხვევაში ჩვენი მოტივი მათი კურთხევა იქნება, თუნდაც ეს მხოლოდ ჩვენს ხარჯზე ხდებოდეს. როგორ ვექცევით მიმტანებს რესტორანში, როგორ ვექცევით სასურსათო მაღაზიის გამყიდველს, როგორ ვეპყრობით ჩვენი გუნდის წევრებს. ახლა არ ვლაპარაკობ ჩემს თავზე როგორც წინამძღოლზე, როგორ ვეპყრობით ჩვენ როგორც გუნდის წევრები სხვა გუნდის წევრებს. სწორად ვეპყრობით მათ, მაშინ ვექცევით კარგად, როცა უფრო სიახლოსაა, როგორ ვექცევით საკუთარ ცოლს, როგორ ვექცევით საკუთარ შვილებს. იცით, ღმერთისთვის ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმა ქალბატონმა დაწერა წიგნი, რომელსაც ინტრამუროს ეწოდა. მისი სახელი რებეკა რუთერ სპრინგერია. იგი 1800-იან წლებში ცხოვრობდა და ხსენებული წიგნი ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანულ წრეებში. მისი მაზლი ზეცად იქნა წაყვანილი. და ეს წიგნი უფრო იმიტომ მომწონს, რომ მასში ნაჩვენებია რამდენად უფრო მაღალ ხარისხშია აყვანილი ზეცად დედამიწაზე არსებული ურთიერთობები. არ გეგონოთ, რომ იქ ერთმანეთს ვერ ვიცნობთ. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ისევ გვყავს ოჯახის წევრები და ზეცაში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო იქნება. ეს ძალიან მომწონს. ეს ნიშნავს, რომ ალეკი და ედისონი, ოსტინი და არდენი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნებიან. და რაც ყველაზე ძალიან მიხარია არის ის, რომ მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და ზეცაში უამრავი მეგობარი მეყოლება. და მაინც მან ასე თქვა, წიგნში აღიწერა რა უთხრა მას მისმა მაზლმა. მან თქვა, ნეტავი ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას შეგვძლებოდა იმის გაცნობიერება, რომ ყოველდღიურად მარადისობას ვაშენებთ. რაოდენ განსხვავებული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მრავალ ასპექტში. ყოველი სათნოს სიტყვა, ყოველი დიდსულოვანი აზრი, ყოველი უანგარო ქმედება მომავალი ცხოვრების მარადიული სილამაზის საყრდენის სვეტი ხდება. ჩემ ერთ მეგობარზე, მაიკზე ვფიქრობ, ის როქველი ინტერნეშნალში მუშაობდა, მას იქ შევხვდი, მე ინჟინერი ვიყავი, ხოლო ის ერთ-ერთი ბუღალტერი და ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით. ის დეკლარაციებსაც ავსებდა და წლების მანძილზე უსასყიდლოდ მიკეთებდა. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. ერთ დღეს მან როკველი დატოვა, მეც მივყევი მსახურებას ხელი. მან საკუთარი საბუღალტრო კომპანია შექმნა. მას შემდეგ როგორც ჩემამდე მოვიდა, მისმა ფირმამ 12000 კლიენტი შეიძინა. ერთხელ მაიკს დავურეკე და ვკითხე: მაიკ, შენი კლიენტებიდან რამდენს უქადაგე ღვთის სიტყვა? მან თქვა, ჯონ, სულ მცირე 90%-ს. მე ვუთხარი, გინდა თქვა, რომ ღვთის სიტყვა 10000 კლიენტს გაუზიარე? მან მითხრა, ოდიახ. იცი რამდენი პასტორია, რომელსაც არტყი გაუკეთებია ასეთი რამ? მაშინ რამდენი ადამიანი მოიყვანე უფალთან? ასობით, მან მივასუხა. ტელეფონით საუბრობდით და მითხრა, გასულ კვირას ერთი კუბელი მოვიდა და სრულიად განიკურნა სიმსივნისგან. იგი ექიმთან წავიდა. ჩვენ მის დეკლარაციას ვაკეთებდით და ამ დროს ვილოცეთ. მაიკი ადრე ხშირად ახსენებდა ერთ კაცს, რომელსაც სახელად ჩარლი ერქვა და მის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამრიგად მაიკს დაურეკე და ვკითხე: მაიკ, ყოველთვის მელაპარაკებოდი ჩარლის შესახებ. ფაქტობრივად მაიკის გოგონამ თემაც დაწერა, უდიდესი პიროვნება, რომელსაც არასოდეს შევხვედრი ვარ სახელად ჩარლი. მე ვკითხე: მაიკ, მიამბე რამე ჩარლის შესახებ. ტელეფონში მაიკის ტირილი შემომესმა, უпростоრედ ქვითინებდა. შემდეგ მან მითხრა: ჯონ, ჩემი 9 დეიდისა და ბიძისგან 6 გაგიჟდა. დედაჩემმა სიცოცხლე ფსიქიატრიულში დაასრულა. ჩემი ორივე პაპა გასროლით მოკლეს. მეც იგივე ბედი მელოდა. დედაჩემს არ შეეძლო თავისთან ყოლოდი ამ გაჭირვების გამო, ამიტომ მან ქაღალდის ფაბრიკაში დამტოვა. ქაღალდის ფაბრიკის კარისკაცთან. ამ კაცს სახელად ჩარლი ერქვა. ჩარლი 7 წლის განმავლობაში ასწავლიდა მაიკს იესოზე. მას იგი ეკლესიაში მიჰყავდა ყოველ კვირას და ღვთის გზებში მის წვრთნას განაგრძობდა. ის ამ ქაღალდის ფაბრიკის პატარა ბაპტისტი შვეიცარი გახლდათ. მაიკი ტელეფონში ისევ ქვითინებდა და ყვებოდა.
მე ფსიქიატრიულში მოვხვდებოდი, მე ჩამსხრილავდნენ, მაგრამ შეხედე ახლა ჩემს ცხოვრებას იმის გამო, რაც ღმერთმა ჩარლის მეშვეობით გააკეთა. უცებ აზრმა შემაწუხა ერთი წუთით. ჩარლიმ ზეგავლენა მოახდინა მაიკის ცხოვრებაზე, მაიკმა ზეგავლენა მოახდინა 10,000 კლიენტის ცხოვრებაზე, როცა ღვთის სიტყვით მოემსახურა. შემდეგ მაიკმა ჩემზეც მოახდინა ზეგავლენა და ეს იმდენად საფუძვლიანად მოხდა, რომ ღმერთი მილიონობით ადამიანს შეეხო ჩემი მხრიდან. ამრიგად ხედავთ, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა ქაღალდის ფაბრიკის შვეიცარმა ჩარლიმ. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პირადი ზეგავლენა. ერთი ნამდვილი ამბით დავასრულებ. მინდა ორ კაცზე მოგიყვეთ, ნამდვილი ამბავია. მაშასე იყო ორი კაცი, ერთს მაქს ჯუქსი ერქვა, რამდენ თქვენგანს გაუგია მისი სახელი. ალბათ არც ერთს, თუ მარადისობით ამოძრავებულნი არ გაქვთ საკითხული. მეორე კაცი, რომელზეც მინდა გიამბოთ, ჯონათან ედვარდსი გახლავთ. რამდენ თქვენგანს მენია ჯონათან ედვარდზე, ის ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელი იყო ამერიკის ისტორიაში. მაქს ჯუქსი, ათეისტი, უღმერთო ცხოვრობით ცხოვრობდა. იგი უღმერთო გოგონაზე დაქორწინდა და მათი კავშირიდან ქვეყანას 310 ადამიანი მოევლინა, რომლებიც სიღატაკეში გარდაიცვალნენ. მათი სხვა შთამომავლებს შორის იყვნენ 150 დამნაშავე, 7 მკვლელი, 100 ლოთი და ქალების ნახევარზე მეტი მეძავი. მისი 540 შთამომავლის არსებობა შტატს $1,250,000 დაუჯდა. ალბათ ხვდებით, რომ ადრე ეს თანხა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. მადლობა უფალს, რომ ეს კარგი მიმართულებითაც ასე ვითარდება. ასევე იყო ერთი დიდებული ამერიკელი კაცი სახელად ჯონათან ედვარდსი. იგი მაქს ჯუქსის თანამედროვე იყო, მაგრამ ღვთისმოსავ გოგონაზე დაქორწინდა. გამოკვლეულ იქნა ჯონათან ედვარდსის 1394 ცნობილი შთამომავლის ცხოვრება. მათგან 13 კოლეჯის პრეზიდენტი გახდა. 65 კოლეჯის პროფესორი, 3 შტატის სენატორი, 3 მოსამართლე, 100 მქადაგებელი და მისიონერი, 60 გამოჩენილი მწერალი, 1 ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, 80 საჯარო მოხელე, 295 კოლეჯის კურსდამთავრებული, რომელთა შორისაც იყვნენ შტატების მმართველები და საზღვარგარეთ მომსახურენი. მისმა შთამომავლებმა სახელმწიფო 1 ცენტითაც კი არ აზარალეს. ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ზეგავლენა? უდიდესი გავლენა მაშინ გვექნება ადამიანზე, როცა მას იესოსთან მივიყვანთ. თუ გადავხედავთ იგავების მე-11 თავის 30 მუხლს, ჩვენ დავინახავთ შემდეგს. აქ დაწერილია, მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხია. შემდეგ დაწერილია, და ვინ სულებს იძენს, ბრძენია. ის, როგორც მებადური, აგროვებს და მარადისობისათვის იღებს მათ. ნება მიბოძეთ რაღაც გითხრათ, ჩვენ ღვთის შეკვეთილი სახლის შენების შესაძლებლობა გვაქვს, იქნება ეს უშუალოდ მსახურების თუ სხვა ადამიანებზე ჩვენი ზეგავლენის შედეგი. ვფიქრობ, საოცარი შესაძლებლობა მოგვეცა. იმედი მაქვს, რომ იმდენად გონიერი აღმოჩნდებით, რომ ყველა ამ გაკვეთილს გაივლით, წიგნს წაიკითხავთ, რომ სულიწმინდასთან თანხმობაში მოხვიდეთ ღვთის სახლის შენებისათვის. რათა თქვენი მართალი საქმეები და ყველაფერი, რასაც ღვთისთვის გააკეთებთ, სულიწმინდის ძალით, საუკუნოდ მარადიულად გაგრძელდეს. მოდით ხალისით ავაშენოთ ღვთის სამეფო. ღმერთმა გაკურთხოთ. ამ ბოლო გაკვეთილზე ერთი საკითხის ხაზგასმა მინდა. პირველ რიგში, ყველა თქვენგანი მოწოდებული ხართ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოთ ამ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგცათ ნიჭები. თქვენ თავისუფალი ნება გაქვთ ამ ნიჭების გამოსაყენებლად. შეგიძლიათ სათასამეფო ააშენოთ, ან საკუთარი ცხოვრება ააშენოთ მათი გამოყენებით. თქვენი საქმეები ან დაიწვება, ან მარადიულ საზღაურს მიიღებს. რაც შეეხება თქვენს პირად ზეგავლენას, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ფასეულია. უნდა ეცადოთ, რომ ადამიანებს კარგად მოეპყრათ. ეს რამდენიმე კვირას გაგრძელდება. მთელი გულით უნდა დააფასოთ კაცები, ქალები და ბავშვები და ილოცოთ. აი თქვენი სამოქმედო ნაბიჯები, ილოცეთ, რომ ღმერთმა დაგანახოთ, რამდენად ძვირფასნი არიან მისთვის ადამიანები. გახსოვდეთ, ის მათთვის მოკვდა. ილოცეთ, რომ ღმერთმა გულში ჩაგიდოთ ის ფასეულობა სხვების მიმართ, რაც მას თავად აქვს. ამრიგად, მარადისობის ამოძრავებულნის დასასრულისას თქვენთვის მინდა ვილოცო. ზეციერო მამა, იესოს სახელით მადლობას გიხდით ჩემი დაძმებისათვის, რომლებიც ახლა ამ კადრებს უყურებენ. ჩვენ ერთად ვართ და შენ სატახტო დარბაზში მოდივართ, ზეციერო მამა. გთხოვ უფალო, რომ მათი ცხოვრება დააფუძნო, ყარად დააფუძნო ღვთის მარადიულ სიტყვაზე. ლოცულობ უფალო, რომ მისცე მას შენი მორჩილების ძალა. ძვირფასო მამაო, გახსენებ შენს აღთქმას, რომ შენ იქმ ჩვენში სურვილებსა და მოქმედებებს შენი სათნოებით. ამიტომ, ზეციერო მამაო,
გთხოვ, რომ ეს მოახდინო ჩემს დაძმებში და ვლოცულობ, რომ მათ სრული საზღაური მიიღონ და არა ნაწილობრივი და იესოს სახელით ვაღიარებ მათ გულებში მორჩილების ძალის არსებობას, მიზნის არსებობას. ვაღიარებ ღვთის სიყვარულისა და შიშის აგიზგიზებას მათ გულებში. ვლოცულობ, რომ ცოცხალი ღვთის თანდასწრება გადმოვიდეს თქვენზე ახლა და როგორც იესო აღავსო ცოცხალი ღვთის სულმა მისი დანიშნულების შესასრულებლად, ისე აგავსოთ თქვენს დედამიწაზე თქვენი დანიშნულების აღსასრულებლად, რათა თქვენი მიზანი შეასრულოთ ამ მიწაზე. იესოს სახელით გთხოვ მამაო. ამინ. ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის დიდი პატივი იყო მარადისობით ამოძრავებულნიდან მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარება.